სახელით მამისაით და ძისაით და წმინდისა სულისაით სამწუხაროდ ჩვენ ცოდვით დაცემული ადამიანები ისე ვართ მოწყობილნი, რომ ძალიან ხშირად გვავიწყდება ჩვენი ცხოვრების საზღვრისი მიზანი, რისთვის დავიბადენით, რისთვის ცხოვრობთ. ჩვენ თავი მოგწონს ჩვენი ადამიანობით, ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი ნიჭერებებით, ჩვენი ღირსებებით, ჩვენი სასაცილოა, მაგრამ ვთქვათ, გარეგნობითაც და კიდევ უფრო სასაცილოა ხანდახან ტანსაცმლითაც. ყველაფრით თავი მოგწონს, რაც ჩვენად მიგვაჩნია. მაგრამ გვავიწყდება, რომ ის რაც ჩამოვთვალეთ, სინამდვილეში არაფერი ჩვენი არ არის. პავლე მოციქულიც გახსოვთ, როგორ ამბობს, რა გაქვს ისეთი, რომელიც არ მიგიღია. და რა თქმა უნდა, თუ მიგიღია, როგორღარ შეიძლება იქადნებოდე იმით, რაც მოცემული გაქვს. და რაც შენი არ არის და რაც წეღანაც ჩამოვთვალეთ, ეს ყველაფერი აქ დარჩება ცოტა ხანში. გვავიწყდება ჩვენი ბიოლოგიური გარდაცვალება და ვეფუფუნებით ჩვენს ხორცს, რომელიც ჩვენი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ისეთ სახეს მიიღებს, რომ ჩვენვე ვერ მივეკარებით ამის შესაძლებლობა რო გქონდეს. ჩვენვე შეგვზიზღდება, მაგრამ მაინც გვიტაცებს ეს საკუთარი თავი და გვავიწყებს ყველაფერს. და მათ შორის გვავიწყებს ყველაზე მთავარს, რაც ჩვენ ქრისტიანებმა ძალიან კარგად ვიცით. გვავიწყებს ჩვენს უკვდავებას, ჩვენს მარადისობას, ჩვენს ღვთისხატობას. ძიმე სათქმელია, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ვცვლით, როგორც ერთ დროს ესავმა გაცვალა პირმშოება, ესავმა აღთქმიშვილობა გაცვალა ერთ ჯამს საჭმელში. ასე ვცვლით ჩვენს ხორციელ სიამოვნებებს, ხორციელ ფუფუნებას, ხორციელ მიდრეკილებებს მარადისობაში. აქედან გამოსავალი ერთადერთია, რომ ჩვენ შევიცვალოთ. ის რაც ჩვენ თქვით, ესეთები ვართ. ჩვენ არ გვინდა ესეთები ვიყოთ, ჩვენ გვინდა რომ რაღაც სრულება მოხდეს ჩვენში. მეტამორფოზა მოხდეს. ჩვენი არსება, ჩვენი გონება შეიცვალოს. გონების სრულება, ანუ ჩვენი არსების მეტამორფოზა იწოდება სინანულად. სინანული ესეთი რამეა, რომელზეც ძალიან ბევრს წაიკითხავთ და ბოლომდე არასოდეს გვეცოდინება. არ გვეცოდინება, იმიტომ რომ თეორიულად მისი გაგება არის შეუძლებელი. სინანული მხოლოდ სინანულით ცხოვრებაში შეიმეცნება. მაგრამ მეორე მხრივ მისი საშუალებით ჩვენ გარდავიქმნებით და ვიშვებით ახალ ადამიანებად, ახალ არსებებად, როგორც უფალი ბრძანებს, ვინც მეორედ არ იშობაო, ვერ შევა სასუფეველში. თუ ვთქვიმე აქამდე რაიმე ისეთი, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით. არც ერთი სიტყვა, რომელიც მე ახლა ვთქვი, არ იყო ახალი. ყოველივე ჩვენ ნათქვამი გვაქვს, ყოველივე თქვენ და ჩვენც ყველა ერთად ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს სიტყვები და სხვა ამგვარი გამონათქვამები ჩვენს გულზე, თუ ჩვენ ღმერთს ვეძებთ, ძალიან ძლიერად მოქმედებს, ან უნდა მოქმედებდეს. იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა, ანუ ხორციელი ცხოვრებისაკენ სწრაფვა, არის მდგომარეობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ გვსურს და არ გვინდა, მუდამ ჩვენი თანამგზავრია და ვერ ვახერხებთ მისგან გათავისუფლებას, ეს ერთი. და მეორე, სინანული, ჩვენი არსების მეტამორფოზა, რომ მეორედ დავიბადოთ და სხვა ადამიანები გავხდეთ, ასევე ძალიან კარგად ვიცით, თითქოს ხანდახან ვცდილობთ, მაგრამ ვერ მოგვიხერხებია. ამიტომ ეს ყველაფერი, რომ მიუხედავად სხვა რასაც ჩვენ ვიტყვით და ვსაუბრობთ საერთოდ, რომელიც რა თქმა უნდა წმინდა წერილიდან, წმინდა მამებიდან იკვებება, არის
ის საკვები და ის ანკარა წყალი, რომელიც ვიცით რომ წყალია და ვიცით რომ საკვებია, მაგრამ ვერ მივიახლებით და ვერ ვიღებთ და ვერ სვავთ, მაგრამ მუდამ ჩვენ თვალწინ არის. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი არაფერია, უკვე რამდენი ხანია მე ამ წყალს და საკვებს უყურებ, რა არის ახალი? ვიღვიძებ, ვიძინებ, ისევ ამას უყურებ, მაგრამ მუდამ სანუკვარია ისინი ჩემთვის, იმიტომ რომ ვერ ვჭამ და ვერ ვსვამ, ვერ ვახერხებ ამას. სხვა საკითხია თუ ვისი ან რისი ბრალია რომ მე ვერ დავეწაფები ამ მაცოცხლებელ საკვებსა და სასმელს, მაგრამ ფაქტია რომ ვერ ვახერხებ ამას. ამიტომ მუდამ და მუდამ ჩვენ სიამოვნებს არა ხორციელად, არამედ ჩვენს შინაგან ადამიანს სიამოვნებს ამ თემებზე საუბარი. ხოლო ვისაც ამ თემებზე საუბარი არ აინტერესებს, მას მადა არ აქვს, მას არ შია და არ წყურია. არა 1 საათი და 2 საათი, არა 1 დღე და 2 დღე, არა 1 და 2 წელი, არამედ მუდამ მთელი ცხოვრება არ შია და არ წყურია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მკვდარია. როგორც ხორციელად მკვდარს აღარ შია და აღარ წყურია, ან უკიდურესად დაუძლურებულს, დაავადყოფებულს არ შია და არ წყურია, ასევე შეიძლება ითქვას, რომ თუ ჩვენ სულს არ შია და არ წყურია, ის არის ავად. არ შია და არ წყურია ღვთის სიტყვა, ის არის ავადმყოფი ან მკვდარი სულიერად. ამიტომ, როდესაც ჩვენ ხედავთ გულგრილ ადამიანებს ღვთის სიტყვისადმი, სახარების სიტყვისადმი, წმინდა მამების სიტყვისადმი, გულგრილს მათ შორის იმათაც, ვინც აქ არის მოსული, ტაძარში დგას და ნახევრად ძინავს, ან ტაძარში არის და ვეღარ ჩერდება და გადის გარეთ სუფთა ჰაერისათვის თითქოს ეშმაკი ატყილებს, მაგრამ იქ მერე იწყებს ჭორაობას, განკითხვას, სიცილს. ტაძარში საუბარი არ შეიძლებაო. გადიან და გარეთ საუბრობენ. სასაცილოა, ვის ატყილებ? ტაძარში საუბარი არ შეიძლება. მაგრამ გარეთ გადიხარ სასაუბროდ. და ანუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ტაძარში საუბრობ ისე. რატომ ხდება ესე? იმიტომ რომ არ ხშია და არ წყურია, მაძღარი ხარ და რითი? რითი ხარ მაძღარი? რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს ხანგრძლივად ტაძარში ყოფნა მდუმარედ, რომ ილოცონ? იმიტომ რომ არ შეუძლიათ ხანგრძლივად საკუთარ თავში ჩაღმავებით ღმერთთან ყოფნა. ძნელი ადამიანი ტყვის. ძნელია ადამიანი დაცემული ადამიანი ბუნებისათვის გეთანხმებით. მაგრამ თუ გაქვს ადამიანო სხვა გამოსავალი, დადგება წამი, რომლის მერეც ან სულ ღმერთთან უნდა იყო, როცა დღეს აქ 3 საათი არ შეგიძლია ყოფნა, ან არასოდეს აღარ უნდა იყო ღმერთთან. არჩევანი აქ უნდა გააკეთო. შენ თავს უნდა ასწავლო სულ ღმერთთან ყოფობა. იმის გამო რომ ადამიანებს არ შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში ღმერთთან ყოფნა, 3 საათი ვთქვი და ცოტა ზედმეტი მომივიდა, მე ვფიქრობ. იმიტომ რომ 3 საათი კი არა, ადამიანს ხანდახან 5 წუთი არ შეუძლია ეკლესიაში ღმერთთან იყოს და სულ საუბრობს. ჩვენ ვცდილობთ რომ მეტაკლებად სიმკაცრე გამოვიჩინოთ. საკურთხეველში იქნება ეს თუ ტაძარში, წირვალოცვის დროს. რამდენად გამოდის, ეგ სხვა საკითხია. მაგრამ ვცდილობთ, მაგრამ იცოდეთ, თუ ცოტათი მაინც ცუდია წირველი მღვდლის გაბრაზება და გაღიზიანება, იცოდეთ, რომ ეს ცოდვა მრავალი თქვენთაგანის კისერზე შეიძლება იყოს. როდესაც თქვენ ან კულისებში, ან ტაძარში, ან თვით საკურთხეველში იწყებთ საუბარს წირვალოცვის დროს და წირვალ მღვდელს ხელს უშლით. მაგრამ მეტნაკლებად ჩვენ ტაძარი რაღაცას დაემსგავსა, მე იმედი მაქვს. თუმცა ხშირად არის ხოლმე, რომ აი კულისებში, იქით, სკამებში, სვეტების იქით არიან ჩამსხდრები, განსაკუთრებულად ასაკოვანი ადამიანები. ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც დღეს თუ ხვალ ღმერთის წინაშე წარსდგებიან, აუცილებლად. და მიუხედავად ამისა, არ შეუძლიათ სულ ღმერთთან ყოფნა და ის კვლავ და კვლავ ჭორაობას იწყებენ. ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენს ეკლესიაში. არიან ტაძრები,
არის ტაძრები უბრალოდ მე უბრალოდ არ დავასახელებ, არაკორექტული იქნება, თუმცა ვინ იცის, უბრალოდ ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ყავს გარეთ და მათ წისქვილზე არ მინა წყალი დავასხა. სადაც ტაძრებში, ესეთ ტაძრებში, არათუ შიგ ტაძარში, არამედ თვით საკურთხეველშიც კი უფრო უარესი მდგომარეობა სიმშვიდისა და სიჩუმის მხრივ ვიდრე ნებისმიერ ბაზარში. არის საკურთხევლები და ტაძრები, სადაც მთელი მსახურების განმავლობაში არასოდეს არავინ პირს არ აჩერებს და სულ საუბრობენ და გონიათ, რომ ღვთისმსახურება მიმდინარეობს. მე არ მინდა რომ თითოეული ჩვენთაგანი ამ საშინელების, ამ უბედურების, ამ კატასტროფული სიტუაციის მონაწილე იყოს რაღაცნაირი ფორმით. ამიტომ თუ მოხდება ისე რომ აღმოჩნდებით სადმე ისეთ ტაძარში, სადაც გამუდმებით საუბრობენ, თუ არ შეგიძლია რომ სიმშვიდე შეინარჩუნო და თუ არ შეგიძლია რომ დუმარებაში იყო და თუ არ შეგიძლია რომ ამ საცდროს არ აყო, მაშინ ჯობია წახვიდე და მსახურებაზე არ დაესწრო. ხოლო თუ შეგიძლია რომ დუმარებაში იყო და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება საცდური ბევრი იყოს, რაღაც მოვიდენ, გაგესაუბრონ, დაგელაპარაკონ და შენ თუ შეგიძლია დუმარება შეინარჩუნო, მაშინ დარჩი. სამწუხაროდ ეს ეხება კიდევ ვიმეორებ არა მარტო თავად ტაძარს, არამედ საკურთხევლებს, სადაც იერარქიიდან დაწყებული, სტიხაროსნებით დამთავრებული ერთიანად გნიასი და საუბარია. ასე დროს კითხვა ჩდება, ასე დროს ჩვენ გვახსოვს ჩვენი ადამიანური ქრისტიანობაზე რა ვთქვათ, ადამიანური ჩვენი აქ ყოფნის, ამ ქვეყანაზე მოვლენების ადამიანური საზრისი და მიზანი თუ გვახსოვს. და თუ გვახსოვს, რომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ, არ შეიძლება ტაძარში, კიდევ ვიმეორებ ამ სიტყვაში, შენდობას ვითხოვ, ტაძარში ბაზარი გახადო. პირიქით უნდა მოხდეს, ბაზარში საღვთო სიმშვიდე უნდა შეიტანო. თუ თელი ეს სამყარო თითქოს ბაზარია, სიმშვიდე პირიქით აკეთებ, თან ვისაც გევალება, რომ სწორედ ამ სამყაროს ნათელი და მარილი იყო. და ეს იმიტომ და მით უმეტეს თუ ვერც კი ხვდები, და ეს იმიტომ, რომ შენში არ დაწყებულა ყველაზე მთავარი, შენი მეტამორფოზა, შენი შინაგანი სამყარო არ არის წინააღმდეგობაში ამასოფლის სულთან. შენი შინაგანი სამყარო მორგებულია ამასოფლის სულთან. შენი შინაგანი სამყარო თავად არის ამასოფლის სულის ნაწილი. ამიტომ ამასოფლის ქაოსი შენთვის ისეთი ორგანული და ბუნებრივია, როგორც თევზისათვის წყალი. ამიტომ არ გაწუხებს, ვერ გძნობ, ვერ განიცდი. რომელ მეტამორფოზაზე, რომელ სინანულზეა საუბარი, არა და როდესაც უფალი მოვიდა, თავისი ქადაგება დაიწყო სწორედ ამ სიტყვებით, რომელიც ჩვენ დღესაც აღმოვიკითხეთ მათე მახარებლის მეოთხე თავში. მიერით განიწყო იესო ქადაგებად და სიტყვად, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი. ეს სიტყვა შეინანეთ, როგორც წეღანას გითხარით, იმდანაც მრავლის მომცველია, რომ ადამიანმა შეუძლებელია რაიმე წაიკითხოს მის შესახებ და იცოდეს, აჰა, ეს არის სინანული. მას სჭირდება ცხოვრება. ცხოვრება ძალიან გაფაქიზებული საკუთარი თავის მიმართ უპირველეს ყოვლისა. ცხოვრება ისეთი, რომ მთელი შენი ცხოვრება ერთთლიან მღვიძარებად და სიფხიზლედ გადაიქცეს, რომ დაცემული სულის საკუთრება არ გახდეს შენი სული. და ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა და გარჯა საკუთარ თავზე. სინანული ჭირდება ისეთი, რომ საბოლოო ჯამში დაინახო თუ ვინ ხარ შენ. რადგან ქრისტიანობა გვეუბნება, რომ შენ უნდა მეტამორფოზა განიცადო, მეტამორფოზა რა მდგომარეობიდან. შეიძლება მაგალითად მე უნდა მივაღწიო უსასრულობას. უბრალოდ შეიძლება უნდა მივაღწიო რაღაცა გარკვეულ რაოდენობას, თქვათ 100 ერთეულს.
და შეიძლება ვფიქრობდე, აი მე ვარ 78. იმასავით კი არა ვარ ის რომ არის 5. მე 78 ვარ. ამიტომ მე შრომა ნაკლები მჭირდება. აი იმას, ვინც 5-ია, ბევრი ჭირდება. რამდენად სწორია ამგვარი მსჯელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ხვდებით, რომ ეს ფარისევლის პოზიციაა, რომელიც მეზვერეს უყურებს. მაგრამ აქ შეცდომა არათუ რაოდენობრივ მახასიათებლებში მდგომარეობს. აქ შეცდომა არსობრივია. ის რომ 100 კი არ უნდა გახდე, არამედ უსასრულობა. და უსასრულობასთან 78 იქნებით 5 მნიშვნელობა არ აქვს ჯერ ეს ერთი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც 78 ხარ შენ და არც ის არის 5, არამედ ერთიცა და მეორეც მინუსებში ხარ. როგორ მინუსებში ადამიანი იკითხავს? თითქმის უსასრულო მინუსებში ადამიანი. ანუ მკვდარია ადამიანი. ამას ხშირად გეუბნებთ, ადამიანი სულით არის მკვდარი. აბა რატომ არის? რატომ არის რომ ხედავთ უამრავ ადამიანს, რომელსაც ღმერთი არ სწამს? რას ნიშნავს რომ ადამიანს ღმერთი არ სწამს? მკვდარია. და იმიტომ არ სწამს, როგორ შეიძლება რომ ადამიანს არ სწამდეს გონიერი არსების არსებობის? მკვდარია და იმიტომ რწმენა გამქრალი აქვს მას. და აი ამიტომ როცა საუბარია სინანულზე, სინანულს ჭირდება სინანული მეტამორფოზა. მეტამორფოზა რა მდგომარეობიდან ეკითხვა დავსვით? 5-დან, 78-დან, არა, მინუსებიდან. ძალიან თითქმის მინუს უსასრულობიდან. და აი ეს რომ ესია, ეს თქვენ იცით, ახლა მე ახალს უარაფერს არ გეუნებით, მაგრამ რა არ გავახსენოთ საკუთარ თავს? არ გავახსენებთ და ახლა აქედა რომ გავალ მე მეხსომება რომ მე მინუს უსასრულობაში ვიმყოფები როგორც ზნეობრივ მახასიათებლებში, მე რომ მინუს უსასრულობაში ვიმყოფები, მე მახსოვს ეს? არ მახსოვს. იმიტომ რომ პირველსავე შემთხვევაში ვთქვათ, აი მანქანაზე დავჯექი და ვიღაცამ ცუდად გადამიჭრა. ისე შევხედავ. აი უსასრულობა ის არის, ცუდად გადამიჭრა. მე კარგად შევაგინებ კიდევაც. ესე არ ვაკეთებთ? თუ არ შევაგინებდა, იმიტომ რომ ქრისტიანი ვართ, აღარ გვეკადრება. ყოველ შემთხვევაში ვიტყვით რომ ნუ აზე არ არის და უსასრულობა შეიძლება ესე საუბრობდეს. გასაგებია რომ თქვათ ის ვინც არაქრისტიანულად ცხოვრობს, მას ეს ეგონება, ეხლა ესეთი საუბარი რომ რაღაც დაკომპლექსებულ ადამიანებზეა საუბარი, რომ აი დაკომპლექსებული რომ არა. ადამიანს სინანული არ აკომპლექსებს. მაშინ დავით აღმაშენებელი პირველი დაკომპლექსებული ადამიანი უნდა ყოფილიყო. მაგრამ დავით აღმაშენებელი დავითი იყო და აღმაშენებელი დაარქვა ხალხმა და ისეთი იყო. როგორი იყო თქვენ ძალიან კარგად იცით. და როგორი სინანული აქვს? წაიკითხეთ მისი გალობანი სინანულისანი. მან ჩემთვის კი არ დაწერა. ეს მისი პირადი ვედრება იყო უფალთან, რომელიც მისი გარდაცვალების მერე მოიძიეს. აბა ნახეთ. დაკომპლექსებულია? თუ დავით მეფსალმუნია დაკომპლექსებული მატლი ვარო, კაცი კი არა რო იძახდა. დავით მეფსალმუნი, რომელიც ლომებს ცოცხალ ლომებს ხელით კლავდა და რომელმაც გოლიათი მოკლა და როგორი მეომა, ის იყო დაკომპლექსებული. რას ნიშნავს სინანული? აი მაგალითად თუ პავლე მოციქულია დაკომპლექსებული. პავლე მოციქულის სიტყვები დღესაც ასევე აღმოვიკითხეთ. სარწმუნო არ სიტყვაი და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს. სარწმუნოა სიტყვა და ღირსია რომ ეს ყველა მთლიანად შევიწყნაროთ. რა სიტყვა? არამედ თუ ქრისტე იესო მოვიდა სოფლად, ცოდვილთათვის. ცოდვილთათვის ცხოვრებად, ანუ ცოდვილთათვის ცოდვილთა გადარჩენისათვის, ცოდვილთა სიცოცხლისათვის, ცოდვილთა საცხოვნებლად მოვიდა იესო ქრისტე. ცოდვილთათვის. მაგრამ ჩვენ ვიცით ცოდვილთათვის რას ნიშნავს? ივანე მოციქული ამბობს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ არ არის ცოდვილი, ქრისტეს მატყუარად წარმოაჩენს. იმიტომ რომ მან თქვა, რომ ყველა ცოდვილი. ქრისტე თავად ქრისტე ამბობს, რომ მოვედი არა მოწოდებად მართალთა, აი მართალი ხო გონია თავი. ქრისტე გეუბნება, შენს დასაძახებლად არ მოვსულ ვარ. მართალი ხარ არა? შენ არა, შენ ხარ რაში გჭირდები, შენ ისედაც კარგი ხარ. არამედ ცოდვილთა სინანულად. და ამიტომ პავლე მოციქული ასაც ამბობს, ეს რა თქმა უნდა წმინდა წერილის ეფუძნება, მაცხოვრის სიტყვებს ეფუძნება. და შემდეგ აგზელებს, ანუ
რამე თუ ქრისტე იესო მოვიდა სოფლად ცოდვილთათვის ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. პირველი მე ვარ. პავლე მოციქული ამბობს, რომ აი ყველა ხო ცოდვილია და მათთვის მოვიდა ქრისტე. აი ყველა ცოდვილში ყველაზე პირველი ცოდვილი, ყველაზე საშინელი ანუ ადამიანი. ვარ მე. როგორ ფიქრობ, პავლე მოციქული ან დაკომპლექსებულია, ან სიმდაბლით რაღაცა თავს წარმოაჩენს ჩვენთან, რასთან აგვაქვს საქმე? არა. რა თქმა უნდა, არც დაკომპლექსებულია პავლე მოციქული და არც სიმდაბლით კეკლუცობას ცდილობს შემინდოს პავლე მოციქულმა ამ სიტყვის გამოყენება. აქ საქმე არის ძალიან მარტივად. ის ხედავს თავის იმ მდგომარეობას მინუსებში, საიდანაც მან უნდა დაიწყოს მეტამორფოზა. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენს ყოველდღიურობაში ეს განცდა, ამ განცდის არ ქონა, რომ მე ვარ ყველაზე ცოდვილი, რომ მინუსებში მყოფი არსება, ჩვენს ყოველდღიურობაში ჩანს თხოლმე თუნდაც ჩვენს აღსარებებში. სიტყვა, ხო იცით, სიტყვა ძალიან ხშირად წარმოაჩენს ჩვენს შინაგან სამყაროს და მე როცა ამას მეუნებით ვცდილობ ხოლმე რომ ყოველთვის გაგისწოროთ. აი თქვენ მოდიხართ ხოლმე ხანდახან და განსაკუთრებით იმ წიგნებს რო იყენებთ ხოლმე საახსარებლო წიგნებს, ძალიან ხშირად ესე საუბრობთ, რომ ვწოდე ამპარტავნებით, ეგოისტობით, ანგარებით, პატივმოყვარეობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე გისწორებ და არ არის გეხსარება სწორი. არ არის სწორი. აბა როგორ ადამიანი იკითხავს და გიხსნით, ეგოისტობით კი არ წოდე, არამედ უნდა თქვა, მე ვარ ეგოისტი. ანგარებით კი არ წოდე, არამედ მე ვარ ანგარი, აი ესეთი ანგარებაში მყოფი ადამიანი. თავად ვარ ანგარი. პატივმოყვარეობით კი არ წოდე, პატივმოყვარეობით ვწოდე. თორე მე კი არა, მე ვარ პატივმოყვარე. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რატომ? იმიტომ რომ ეს არის ის ძირითადი ვნებები და სხვა მრავალი, რომელიც ჩვენ ჩამოგვითვლია, ხშირად ახლა აღარ ჩამოვთვლით, მე იმედია გახსოვთ, ეს არის ის ძირითადი ვნებები, რომელიც გარედან მიტმასლებული კი არ არის, რომელიც აი თამბაქოს წევასავით. თამბაქოს წევა არის გარედან მიტმასლებული ცოდვა. მემთვრალეობა მაგალითად. თუ იმას საფუძველი აქვს სიამეთ მოყვარეობაში, თუმცა თამბაქო როგორი სიამეთ მოყვარეობა არ ვიცი, ვისაც პირველად გაუსინჯავს, ძალიან კარგად იცის, ეს სასაშინელებაა და რატო აჩვევს ადამიანი საკუთარ თავს ამას გაუგებარია. მაგრამ მაინც ესეა, მოდი მიტმასნებული ცოდვა. ამიტომ თამბაქოსათვის თავის დანებება ძალიან იოლია. სხვებთან იოლია კი არა, შესაძლებელია და აქ შეუძლებელია. ამიტომ ეს ცოდვები, ეს მდგომარეობის ვნებები არის არა გარედან მიტმასნებული, არამედ ჩვენი დაცემული ბუნების არსი. ეს ახარშე. ადამიანმა ეს უნდა დაინახოს. ადამიანმა ეს თუ არ დაინახა და მუდამ უნდა ახსოვდეს. მაშინ მისი სინანული არის არსობრივად შეუძლებელია. რისგან უნდა შეინანო? რაღაცით შეცოდე, ვის არ შეუცოდავს, დიდი ამბავი. რაღაცა დააშავე, ვის არ დაუშავებია, დიდი ამბავი. შეიძლება უფრო მეტად ცუდი საქციელი ჩაიდინე, ვიდრე ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს, მაგრამ რა მოხდა? ღმერთის გაგვიგია, რომ ღმერთის წყალობა უსაზღვრო ოკეანეა და ხოლმე ჩვენი ნებისმიერი ცოდვა წვეთიც არ არის. რა მოხდა? არ მაპატიებს თუ რა? როცა ასეთი დამოკიდებული, როცა თვლი რომ შენ კი კარგი ხარ, მაგრამ როგორც რაღაცებს ჩადიხარ, შენ სინამდვილე ვერ გექნება, იმიტომ რომ შენ კარგი არ ახარ. შენ დაცემული ბუნება გაქვს და მკვდარი ხარ, აი ამ ბუნებებით მკვდარი ხარ. არადა ჩვენ რომ ქვევალებოდეს და დავალებული გქონდეს რაღაცა მდგომარეობას მივაღწიოთ და მე 60-ში შეგვიშვებენ, როგორც მაგალითად სხვადასხვა რელიგიებშია. მაშინ პრობლემა კი არ იქნება. თქვენ უკვე ისეთები ხართ, მრავალი თქვენთაგანი. აი თქვენ რომ მაგალითად მუსულმანები იყოთ, ხო? და თუ ჩვენი ცხოვრების მიზანი იქნება 60 მუსულმანური და თქვენ ხართ მუსულმანები, ჯვარი გწერიათ. ყველანი ცხონებულები ხართ, იმიტომ რომ ისეთი კარგები ხართ. პრინციპში განსაკუთრებულად არაფერს აღარ აშოვებთ 1-2 ადამიანის გარდა. ეხლა იფიქროს ვიღაცა ვინ არის 1-2 ადამიანი. მაგრამ მეტნაკლებად მოდი ესე ვთქვათ, თქვენ ისეთი კარგები ხართ, რომ თქვენ უკვე 60 ღირსები ხართ. მორჩა ან მუსულმანი უნდა იყო, ან ბაპტისტი უნდა იყო, რომელიც გეუნება, რომელიც მოძღვრებას გეუნება, რომ შენ
კარგი შეიძლება თლათ არ ახარ, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ქრისტემ უკვე ყველაფერი შესმაგერად ისე გააკეთა, რომ აღარაფერი აღარ გჭირდება. მაგრამ წმინდა წერილს ჩვენ ხო არა ვართ, არც მუსულმანები ვართ და არც ბაპტისტები, თუმცა კი წმინდა წერილს კითხულობენ, მაგრამ რა ვიცი, წაგმა უკუღმა ვერ იგებენ, მე მგონი და აი ჩვენ ბართნადიდებლები ვართ, აი ნახეთ იოანე მახარებელი, პირველი ეპისტოლე, მეორე თავი, რას გვეუბნება? რომელმან თქვეს მისთანა ყოფა, ანუ ვინც იტყვის, რომ ღმერთთან ყოფნა მსურს, მისთანა ყოფა, ღმერთზე საუბრობს. თანაც რათა, ანუ გვეუბნება, როგორ უნდა მას ესე იგი ჭირდება ამისათვის, რათა ვითარცა იგი თავადი ქრისტეზე საუბრობს. თავადი, ანუ ქრისტე ამ შემთხვევაში. თავად ქრისტე, აი ეს ვითარცა იგი თავადი ვიდოდა ეგრეცა მისი სვლაი. ნახეთ, ვისაც უნდა ღმერთთან ყოფნა, როგორც ქრისტე ვიდოდა, ამ შემთხვევაში ვიდოდა ნიშნავს ცხოვრებას. როგორც ქრისტე ცხოვრობდა, ეგრე უნდა იცხოვროს. აი აქ უცებ ქართულ დაუცებს აქ. მუსულმანები რო იყოთ 64 ღირსები უკვე ვართ, რა მოხდა რა, არ შეგვილია რომ ვინეტაროდა, ვინებივროდა, ვილივლივოთ იმ მშვენიერ 64-ში, მაგრამ არა, იოანე გეუბნება რომ შენ თუ გინდა ღმერთთან ყოფნა, 64 ბაღები კი არა. ბაღები ახაც მომბეს დაკაცო. არა, სასუფეველი, ანუ ღმერთი. მაშინ როგორც ქრისტე ცხოვრობდა, ეგრე უნდა იცხოვროდა. იმ წამსვე ადამიანი თუ ცოტათი მაინც გონიერია, თავს ჩაღუნავს და იტყვის ერთადერთ სიტყვას შემიწყალე. იმიტომ რომ თუ გონიერია რას ნიშნავს? განჯის უნარს არ გულისხმობ. თუ სულის ენერგია ცოცხალი აქვს, რომელიც ხედავს ვინ არის და რას წარმოადგენს დაცემული ბუნება, შეძრწუნდება რომ მე მასავით ვიცხოვრო, მასნაირი ვიყო, მისი თვალებით ვხედავდე. არა, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია ჩემთვის და ერთადერთი რჩება შემიწყალე. გაიხედება, გამოიხედება შემიწყალე. დაინახავს რაღაცას, დაინახავს მცოდვილ ადამიანს, შემიწყალე. დაკომპლექსდება ვიღაცა, არ დაკომპლექსდება. იმიტომ რომ დაინახავს უზნეობას, შემიწყალეს კითხვის, მაგრამ მასში არსებული სახთომადლი ვერ შეეგუება უზნეობას და ექნება ამბოხი უზნეობაზე, ბოროტებაზე, უწმინდურობაზე, უღმერთობაზე. თუ ის აგრესიულია, უღმერთობა და უზნეობა და ავიწროებს სხვა ადამიანებს, ესეთი ადამიანი ვერ შეეგუება და მზად იქნება გაწიროს თავისი ბიოლოგიური სიცოცხლე ისე, რომ თვალიც არ დაახამხამოს, ანუ მასში პოტენციური გმირობა და მოწამეობა დევს. ვინ არის დაკომპლექსებული გმირი და მოწამე? ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენს ცოდვებზე და სინანულზე, საზომი ვერ გავექცევით ამას. როგორც ქრისტე ცხოვრობდა, ეგრე უნდა იცხოვრო. და თუ როგორც ქრისტე ცხოვრობდა, ეგრე არ ცხოვრობს, ქრისტიანი არ ახარ უბრალოდ. აბა მაშინ ვინა ვარ ადამიანი იტყვის? მონანული ცოდვილი ხარ. რომელსაც შეგიწყნარებს ღმერთი, კი, მაგრამ თუ ხარ მონანული. არა ხარ ქრისტიანი, მონანული ცოდვილი ხარ. მონანული ცოდვილი არის ადამიანი, რომელიც ამბობს შემიწყალე. ოღონ ეს რომ თქვას, მთელი არსებით მან და გააცნობიეროს, რა მდგომარეობაში იმყოფება. და იმ ჯოჯოხეთის უფსკულები და რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში იმყოფება შეღაღადოს და ადამიანივით თავჩაქინდრული ელოდებოდეს, როდის ჩამობრძანდება უფალდა, როდის ამომიყვანს აქეთ. რა თქმა უნდა შეგიწყნარებს, რა თქმა უნდა გვაცხოვნებს. ოღონ და ეს მდგომარეობა. და წარმოიდგინეთ, თან ცოდვილი ხარ და თან ეს შემიწყალე მდგომარეობა არა გაქვს და თან კარგად ესე იგი ვაქიბუქობთ და აღარ ვიცით როგორ მოგწონს საკუთარი სიმართლე და განლაღებული ვართ, მაშინ თავისთავად ცხადია რომთ ჩამოვიდეს, არ მივიღებთ და არ იცით რომ ესე ხდება. რამდენჯერ ყოფილა ჩვენს გულში აკაკუნებს უფალი და არ ვიღებთ. რამდენჯერ ყოფილა რომ ერთი სული აქვს ჩვენში შემოვიდეს და განვაგდებთ. არ არის ესე. რამდენჯერ ყოფილა რომ აი არჩევანი მაქვს, აქ ერთ ცოდვა და აქ ერთ ქრისტე და ცოდვას ვირჩევ. რამდენჯერ ყოფილა რომ თითქოს ქრისტე მინდა ავირჩიო, მაგრამ ცოდვა ისე ძლიერად მოქმედებს, რომ ისევ ცოდვას ვეხუტები და ცოდვაში გულისხმობა აი ამ ჩამონათვალს, ჩემს ეგოის, ანგარებას, შურს,
მრისხანებას, გაღიზიანებას, საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას, სიამეთ მოყვარებას, სახმართ მოყვარეობას და ასე შემდეგ ყოველგვარ გარყვნილებას. რამდენჯერ ყოფილა ესე, რომ აი არა, ვერ გამოდის და ისე ვიქით ვიხრებ. ამას ემატება მე ამ ცხოვრებისეული განსაცდელები. განსაცდელები აი მზე რო თესვარი რო გამოვიდა თესვად და კლდოვანზე დაეთესაო ზოგიო, ნიადაგი არ ქონა, მზე ამოვიდა და გაახბო და განმარტავს უფალი, რომ მზე ამ შემთხვევაში არის სიმბოლო განსაცდელისა. და თუ შენ არ გექნება სიღრმე სულიერ ცხოვრებაში, როგორც იმ მარცვლას არ ქონა, მიწის სიღრმე, ეს განსაცდელი გაგახმობს. ამავე დროს განსაცდელი არსებობს საცდურის სახით. და გვახსენდება მეორე სხვა ტიპის თესლი, რომელიც სხვა ტიპის ნიადაგი, რომელიც დავარდა თესლი, სადაც რომელშიც თესლი დავარდა, ანუ ღვთის სიტყვა და ეს ნიადაგი იყო ეკლოვანი. და აქ სხვა ტიპის განსაცდელებია საცდურის სახით, ამასოფლის საცდურის, სიამტკბილობა ამასოფლისა. გონებრივი, ანუ ინტელექტუალური, ფსიქოლოგიური თუ ხორციელი სიამტკბილობანი და გვახსოვს ეკლებამ მოაშთეს. ანუ ესენი ყველა ტიპის სხვადასხვა ტიპის განსაცდელებია. ეს განსაცდელები არსებობს. მაგრამ როგორ დავძლიოთ ამ განსაცდელებს, როგორ ვძლიოთ ამ განსაცდელებს? აქაც ყველაფრის გასაღები ქრისტეა. აი დაუშვათ ესეთი იგავური სახე. წარმოვიდგინოთ ჩვენ შორის დგას ისეთი ადამიანი, ნეტა ბევრი იყოს და ერთი მაინც იყოს, ის მე თავის ნათელს ყოველას გადმოგცემდა, მაგრამ დაუშვათ რომ ჩვენ შორის დგას სადღაც რომელიმე ერთი ადამიანი, რომლისათვისაც აი ყველაფერი ქრისტეა. მხოლოდ ქრისტეს გარდა მას არაფერი არ სურს. ქრისტეთი იძინებს, ქრისტეთი იღვიძებს, ქრისტეთი სუნთქვას, ქრისტეთი ჭამს, ქრისტეთი სვამს. რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველაფერს ღვთის სადიდებლად აკეთებს, როგორც პავლე მოციქული ამბობს. სუნთქვაზე, გულის ცემაზე უხშირესია მისთვის იესო. აი ისეთია რომ მისი შინაგანი სამყარო გარედან შეიძლება არ ეთყობა, ეხლა ამიტომ რომ შევატყობდით, არ ეთყობა. შიგნიდან ისეთია რომ დაგვენახა მისი შიდა სამყარო და არ ვიცოდეთ რომ ღმერთი მოსულია უკვე ეს ადამიანი გვეგონებოდა განხორციელებული ღმერთი, როგორც ღვთისმშობელზე თქვა წმინდა დიონისე არეოპაგებმა, პავლე მოციქულის მოწაფე. აი წარმოიდგინეთ ესეთი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ქრისტე უნდა და სხვა არაფერი. ეხლა მე გეკითხებით. მას რაიმე განსაცდელი შეაშფოთებს? ის ხო ძალიან კარგად მიხვდება ცუდი სიტყვა. მას ხო ექნება სულ იმის განცდა, რომ ყველაფერი რაც ხდება სამყაროში, ეს არის სწორედ ქრისტესაგან. ერთი ღერით არ დავარდება ღმერთის გარეშე ჩვენი თავიდან. ყველაფერი მისგან არის. თითქოს ცუდის და თითქოს კარგიც, იმიტომ რომ სინამდვილეში ამ სოფელში არც რაიმეა ცუდი და არც რაიმეა კარგი, ყველაფერი პირობითია. იმიტომ რომ კარგი და ცუდი მხოლოდ თითო არსებობს. კარგია ღმერთი და ცუდია უღმერთობა. დანარჩენი ყველაფერი, რაც კი ამ სამყაროში არსებობს, სინამდვილეში არც კარგია და არც ცუდი. კარგია კიდევ მეორე მხოლოდ ღმერთი და მისი ნება და ცუდია მხოლოდ უღმერთობა და ღვთის საწინააღმდეგო ნება. სხვა ყველაფერი პირობითია. და ამიტომ რადგან პირობითია და რადგან ამ ადამიანს მხოლოდ ქრისტე უნდა და აქედან გამომდინარე სულ ქრისტესთან არის, როგორ შეიძლება რომ მასზე განსაცდელებმა რაღაც ცუდი ზეგავლენა ან საცდურმა რამე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს? ვერა. ჯერ ერთი იცის რომ თუ რამე განსაცდელია და საცდურია მისი გამოცდა და ყველაფერი ღვთისგან, ღვთის დაშვებით არის, არა ღვთისნებით, ღვთის დაშვებით, ანუ მაინც ღვთისგან არის, მოდი ესე ვთქვა. და მეორე, იმდენად ბედნიერია ესეთი ადამიანი რომ ღმერთთან არის, რომ მასე არაფერი არც კეთილი მოქმედებს თითქოს და არც ბოროტი, იმიტომ რომ ყველაფერი პირობითია, იმიტომ რომ ის სრულ სიკეთეში იმყოფება. ამიტომ აი გამოსავალი თუ გვინდა რომ ჩვენ განსაცდელებს გაუძლოთ, თუ ჩვენ გვინდა რომ საცდურები დავძლიოთ, თუ ჩვენ გვინდა რომ არ გვეტკინოს, თუ ჩვენ გვინდა რომ არაფერს არ გვეშინოდეს და მათ შორის ჩვენი ბიოლოგიური სიკვდილისაც კი გამოსავალი და გასაღები ერთადერთია. და თუ ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ შიგნით არსებულმა ვნებებმა არ გადაგვიჯეგოს განსაკუთრებით პატივმოყვარეობა.
ეს არის ყველაზე საშინელი შეიძლება იცით როგორ არის აი სხვადასხვა მამების სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა აბლოგი ეგოისტს ასახელებს ზოგი პატივმოყვარეობას იქ სიკვდილის ბიოლოგიური სიკვდილის არის დასახელებული ვერცხლის მოყვარეობას აგერ პავლე მოციქული ამბობს რომელიც რა თქმა უნდა კვებავს სწორედ აი ამ ძალაუფლებისა და პატივმოყვარეობას სწორედ კვებავს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ვერ იმოქმედებს იმიტომ რომ ქრისტე გინა და სხვა არაფერი ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ეს არის ღვთისაკენ სწრაფი და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბება იმ ადამიანად რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე უნდა და ეს აბსოლუტურად სწორია მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება ჩვენი ბევრი დიდი გზა გვაქვს გასავლელი მე მაგალითად აი ჩვენ ვიცით რომ შვიდვარდამ დაბალ გულითა ქრისტე ამბობს ძალიან ბევრს საუბრობენ მოციქულები მოთმინებაზე ანუ შვიდვარდამ დაბალ გულითა ქრისტე ამბობს ეს ნიშნავს რომ ჩვენ სიმშვიდისა და სიმდაბლის გარეშე ვერ ვიცხოვრობთ ისე როგორც ქრისტე ცხოვრობდა მოთმინება განსაკუთრებულად ამასოფლის განსასწრებიდან ხო და ტკივილებიდან მოყებული რომელსაც ნებები გვაყენებს ხო ამას მოთმინება ჭირდება მინდობა უფლისადმი და როგორ შეიძლება რომ ადამიანმა სიმშვიდე სიმდაბლე და მოთმინება ისწავლოს ისე თუ ადამიანი არ გამოიცადა განსაცდელებში მოთმინებას ისწავლით მოციქულები გვასწავლიან წმინდა წერილში განსაცდელის გარეშე მოთმინებას ადამიანი ვერ ისწავლის ვერც სიმდაბლესა და სიმშვიდეს მოიპოვებს იმიტომ რომ თუ აბსოლუტურად მშვიდი გარემო გაქვს სადაც არავინ არ გეხება არავინ არ გაგაბრაზებს და არც არავინ არაფერს არ გტკენს როგორ მიხვდები რომ შენში არის სიმშვიდე შენში არის სიმდაბლე და შენში არის მოთმინება ვერ მიხვდები იმიტომ რომ სათბურში ხარ აი სათბურიდან რომ გამოხვალ ვიღაცა შეგეხება გატკენს დაგემუქრება შეურაცხყოფას მოგაყენებს ცხოვრების სიტუაციები აგერევა და რაღაც პრობლემები შეიქმნება იმ წამსვე გამოჩნდება გაქვს თუ არა სიმშვიდე გაქვს თუ არა სიმდაბლე გაქვს თუ არა მოთმინება და თუ არა გაქვს შენ რა გაქვს კავშირი ქრისტესთან იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე განსაკუთრებით სიმშვიდე და სიმდაბლე არის საღმრთო ენერგიები ანუ საღვთო თვისებები რომელსაც მხოლოდ ღმერთი იძლევა ის სამყაროში არსად არის შოვები მაგრამ საჭიროა კიდევ ვიმეორებ ჩვენი გამოცდა ჩვენ უნდა გამოვიცადოთ ღვთის დაშვებით თუ რამდენად ძვირფასია ქრისტესადმი რწმენა ჩვენთვის როდესაც შენ აი მაგალითად შეურაცხყოფას გაყენებენ რომელიც მეორე ლოყას ითხოვს ან როდესაც შენ რაღაცა პრობლემა გექნება და ვაიმე რა მეშველება და სიმშვიდე აღარ აქვს ეს რას ნიშნავს რომ ქრისტეს არენდობი ესე იგი არ გწამს ესე იგი გამოიცადა შენი ბუნება რომ შენ რწმენა არ აქვს და არადა ძვირფასი თუ არის შენთვის ქრისტესადმი რწმენა თვით ბიოლოგიურ სიცოცხლეზე ძვირფასიც კი ანუ საკუთარ თავზე ძვირფასი თუ არის მაშინ ეს რწმენა აუცილებლად მოგეცემა იმიტომ რომ რა არის რწმენა ეს არის ერთგვარი ორგანო ადამიანის არსებაში ოღონდ რა თქმა უნდა არამატერიალური მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მატერიალური თუ არამატერიალური ღმერთის წინაშე ყველაფერი სხეულებრივია შეიძლება ასე ითქვას თუ აბსოლუტური სული მხოლოდ ღმერთია ჩვენთან არის დაყოფილი პირობითია ეს დაყოფა მატერია და არამატერია თქვათ ხორცი და სული თქვათ ადამიანის ხორცელი ბუნება თქვათ და ანგელოზი ეს დაყოფა პირობითია იმიტომ რომ ღმერთის უსასრულობის და მისი როგორც უწმინდესი სულის წინაშე ანგელოზი სხეულებრივია და ანგელოზიც არ არის ყველგან მყოფი ამიტომ ეს დაყოფა ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ვერ ხედავთ მაგრამ ანგელოზის ბუნებაც ენერგიის ერთგვარი სახეა რომელიც ღმერთმა შექმნა და ჩვენი ხორცელი ბუნებაც ერთგვარი სახეა რომელიც ღმერთმა შექმნა და ნებისმიერი მატერია ერთგვარი სახეა ენერგიის რომელიც ღმერთმა შექმნა და ეს ყველაფერი ემორჩილება საღვთო კანონებს დაახლოებით ისე ცუდი შედარებაა შეიძლება მაგრამ ეს როგორც პროგრამისტი რაღაც ვირტუალურ სამყაროს შექმნის კომპიუტერში და ის სამყარო იმ კანონების მიხედვით არსებობს რომელიც ამ პროგრამისტმა დაწერა და ის სამყარო შიგნით არსებული სადაც შეიძლება იყოს სიცოცხლე სადაც ცხოველები იბადებოდნენ ადამიანები არსებობდნენ მათი ცხოვრება არსებობდეს იქ და ასე შემდეგ იცით ესეთი რაღაცები არსებობს ვირტუალურ სამყაროში და ყველაფერი იმ კანონებით მოქმედებს და იმ კანონს არ გადაცდება რომელიც კანონის პროგრამისტმა დაუწერა და ეს არის სამყარო დამოუკიდებლად შეიძლება იარსებოს
აი დაახლოებით შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ საკმარისია პროგრამისტი ჩაერიოს, როგორც უნდა ისე შეცვლის და იმ კანონებს უგულებელს ყოფს პროგრამისტი და ყველაფერს თავდაყირად ააყენებს თუ უნდა. დაახლოებით ესეთი რამ შეიძლება წარმოვიდგინოთ ამ სამყაროშიც, მაგალითად ისუნავეზე ლოცულობს და მზე გაჩერდა. ამას ადასტურებენ ამერიკელი ინდიელებში არსებული რაღაც ეთნოგრაფიული რაღაც ჩანაწერები, უბრალოდ იქ მემატიანები, ასევე ჩინური მემატიანები, რომელიც დაახლოებით ემთხვევიან იმ დროს, როცა ისუნავესზე იბრძოდა, როცა მზე გაჩერდა მისი ლოცვით. და მეცნიერებს უკითხავენ, კაცო, ეს როგორ შეიძლება მოხდეს, ეს ხო აბსურდია. აბსურდია იმ შემთხვევაში, თუ შენ კომპიუტერში მზიხარ და კომპიუტერის პროგრამის თავად ნაწილი ხარ და იქ პატარა არსება ხარ. შეუძლებელია შენთვის მაშინი, მაგრამ პროგრამისტისთვის ეს შეუძლებელი არ არის. ეს არის ერთი დიდი სამყარო, ენერგეტიკული სამყარო, ღმერთის მიერ შექმნილი, როგორც მაქსიმე აღსარებელი ამბობს, რომ მთელი ეს მატერიალური სამყარო ღმერთის მიერ შექმნილი ენერგიაა. და როგორც აი კომპიუტერულ პროგრამაში იქ არსებულ თქვათ კანონებში ცვლილება შეიტანს და სწორედ შეგიძლია იქვე მზე უკუღმა დაატრიალოს სიტყვაზე, არა თუ გააჩერო. აქაც იგივეა შესაძლებელი ოღონ მხოლოდ ამ სამყაროს გარეთ არსებული ამ სამყაროს შემოქმედის მიერ, რომელმაც შექმნა ამ სამყაროს კანონები. იმიტომ რომ ეს ამ სამყარო ღმერთი ამ სამყაროს ნაწილი არ არის. ეს მიზიდულობა, ეს გრავიტაცია, ეს ყველაფერი ეს შიდა კანონებია და ღმერთი ამის გარეთ არის. მას შეუძლია ყველაფერი ისე გააჩეროს თქვათ სიტყვაზე მზე, რომ მზე არ დაიშალოს გრავიტაციული და ინერციული მოქმედებით. ამიტომ ჩვენ ვიმყოფებით რა ამ სამყაროში და ჩვენ არ შეგვიძლია რა რომ თავის თავად ქრისტეს მივემსგავსო და ის რაც გვაქვს მოცემული, მათ შორის სიმშვიდე, სიმდაბლე, ეს ყველაფერი საღვთო ენერგიებია ჩვენთვის მონიჭებული. თითქოს ისე კომპიუტერის მაგალითს მოვიყვან, გარედან თითქოს ახალი რაღაცა პროგრამა მისცა, ახალი იმპულსი მისცა, ახალი რაღაცა ინფორმაცია მიანიჭა გარკვეულ შემთხვევებში, თქვათ, იქაურ ვირტუალურ არსებებს, რომ ახალი სიცოცხლე შთაბერა, მოკლედ ესე ვთქვათ. აი, ჩვენ გვაძლევს ღმერთი ამ ენერგიას, საღვთოს, სიმშვიდეს, სიმდაბლეს და ჩვენ გვავალდებულებს, რომ დავინახოთ საკუთარი თავი, რამდენად მოვიპოვეთ ეს. და ეს გამოიცდება უფლისადმი ერთგულები. ამიტომ განსაცდელები არის აუცილებელი, ნუ ვწუწუნებთ ხოლმე, როცა განსაცდელები მოდის. თუ არა განსაცდელები ვერ გავიგებთ, ვერ მივხვდებით, არის თუ არა ჩვენში ეს საღვთო ენერგიები, მათ შორის სიმშვიდე და სიმდაბლე და ქრისტე ეგეთია, შვიდვა და მდაბალ გულით. დღეს ეფესალთა მიმართ ეპისტოლედან საოცარი სიტყვები იქნა აღმოკითხული მეოთხე თავის, ეფესალთა მიმართ ეპისტოლედან მეოთხე თავია ეს. ჩვენ ქრისტემ დაგვადგინა ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად და იქ პავლე მოციქული ჩამოთვლის მათ შორის მოძღვრებსაც, წინასწარმეტყველებს, ყველას, აი ვინც ეკლესიაში ვართ, მეტაკლებად განზოგადებული აქვს, შეიძლება ითქვას, ყველას გვეხება. ნუ რა თქმა უნდა, მეტი პასუხისგებლობა იერარქიაზეა. და დაგვადგინა ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ანუ ეკლესიის აღსაშენებლად. ანუ ერთმანეთს უნდა ვაშენებდეთ, რომ ჩვენში მუდამ იყოს და გიებდეს მადლი სულისაწმინდის. და ეს დაგვადგინა მაცხოვარმა ვიდრემდე, ეს სიტყვები გახსოვთ ალბათ, სადამდე მივიწივნეთ ყოველნი, არა მე და შენ და სხვა, ან ვინმე, არამედ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა, ანუ ჩვენი რწმენა უნდა იყოს ერთი. რას ნიშნავს რწმენა ერთი? ჯერ ერთი არა მარტო იმას, რომ მართლმადიდებლები ვიყოთ. არა. და არა მარტო იმას, რომ დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელო ზეპირად ვიცოდეთ. არა მარტო ამას. და პრინციპში სუდისულაც არ არის, მაგრამ არა ამას, არამედ სხვა რამეს. ახლა ლაპარაკია ცოცხალ რწმენაზე, ანუ ღმერთის სწორ ხედვაზე. იმიტომ რომ ღმერთის სწორი ხედვა თუ არ იქნა, აი წეგან საუბრობდი ტაძარში საუბარზე. როგორ შეიძლება დაუშვათ ის, რომ ადამიანი შეიძლება ტაძარში მთელი მსახურება ლაპარაკობდეს და თანაც ეს ხდებოდეს საკურთხეველში და თან შეიძლება ხარისხიც იყოს და თქვათ, რომ ამ ადამიანს აქვს სწორი რწმენა ქრისტესადმი.
იმიტომ რომ რწმენა ეს არის ხედვა ქრისტესი. თორე ეგეთი რწმენა ხო რაღაცა მწამს, ეგეთი რწმენა ყველას აქვს. აქ ლაპარაკია იმ რწმენაზე, რომელიც ცოცხალია, რომელიც ღმერთთან ურთიერთობას გულისხმობს, რომელიც შემდგომში გადაიზრდება სასოებაში, ანუ მინდობაში, ბოლომდე მინდობაში ღმერთზე. როცა შენ ცხოვრებაში, წარსულში და აწყვოში სულ ხედავ ღმერთს და რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზრდება მასთან პიროვნულ ცოცხალ ურთიერთობაში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მე ვიცნობ მას, ვინც ვირწმუნე, რომელსაც ეწოდება სიყვარული. ამ რწმენაზეა საუბარი. ანუ რწმენაზე, როცა შენ ქრისტეს იცნობ. და როგორ შეიძლება ადამიანი იცნობდეს ქრისტეს, რომელიც დგას იქ, სადაც ქრისტე თავისი მადლით არის მთელი სისავსით, ისე როგორც არსა სხვაგან და ჩვენ გვავიწყდება რა ხდება ტრაპეზე. ტრაპეზე, როდესაც სულიწმინდა გარდამოდის, როცა წირვა აღევლინება, ეხლა მე არ ამგონია ვწდება, არა, დარწმუნებული ვარ რომ ესეა. გაცილებით დიდი სიწმინდეა ამ დროს ყველა ტრაპეზი ვიდრე თვით მაცხოვრის საფლავი. იმიტომ რომ აქ თავად მაცხოვარი იმყოფება ცოცხალი, არა ის ქვა, სადაც ოდესღაც მისი უწმინდესი სხეული იდო, არამედ თავად ცოცხალი ღმერთი და გვაძლევს თავის ხორცსა და სისხლს. და აი ამ საოცარ სიწმინდესთან მდგომნი, როდესაც ვერ გძნობენ ამას და პირს არ აჩერებენ, ბევრი ლაპარაკი ისედაც ცოდვაა და ეხლა კიდევ იქ წარმოიდგინე. აი ესე განლაღებული თავხედობენ, მე კითხვა მაქვს, წამს ესეთ ადამიანს. არა წამს, ურწმუნოა. ის ვერ ხედავს ქრისტეს, მკვდარია. ან მოღალატეა, შეგნებულად ბოროტ მოქმედებს. და აი, კიდევ ვიმეორებ, ეს სიტყვები სადამდე მივიწივნეთ ერთობასა, ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისას. ანუ აქ ამ რწმენაზეა, რა სარწმუნოებაზე? ყველანი ვხედავდეთ ქრისტეს. რა თქმა უნდა, ამ ხედვაში არის ხარისხები. რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგი მზესავით ბრწყინავდეს, მაგრამ ზოგი ვარსკვლავივით იყოს, მაგრამ თუნდაც ვარსკვლავივით ბჟუტავდეს, მაგრამ ვარსკვლავივით იყოს, ანუ ის ღვთაებრივი ცეცხლი იყოს, ოღონდ იყოს. და იყოს თუნდაც პატარა ხარისხით, მაგრამ სწორი ხედვა ქრისტესი. თუნდაც აი გზის დასაწყისში იყოს. აი ამ რწმენაზეა საუბარი, ანუ ყველას უნდა გქონდეს ცოცხალი რწმენა, ყველანი ვხედავდეთ უნდა ღმერთს. და აგზელებს მეცნიერებასა, ძისა ღმრთისასა. ანუ რა არის ეს რწმენა, რას ახლა ვილაპარაკე სამ სიტყვაში აქვს. მეცნიერება ძისა ღვთისას, ანუ ცოდნა ღმერთის ძისა. ანუ იცოდეს რა არის სარწმუნოება, რა სარწმუნოებაზეა საუბარი, ცოდნა ძე ღმერთისა, ანუ ქრისტესი. ეხლა როგორ იცის ძე ღმერთი და თვითონ ისკენ ისწრაფვის? მამაკაცად სრულად, ანუ ამ შემთხვევაში მამაკაცში იგულისხმება ადამიანი, იმიტომ რომ ქრისტემ მამაკაცის ბუნება მიიღო, მაგრამ ამ შემთხვევაში იგულისხმება ადამიანი, იმიტომ რომ რადგან ქრისტეზეა, ქრისტემ მამაკაცებრივი სხეული მიიღო, ანუ ადამიანი, ანუ ეს ქალს მანდილოსნი და ქალის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქალი იგულისხმება, მაგრამ ზოგადად ადამიანი უნდა იგულისხმება. მამაკაცად სრულად საზომად ჰასაკისა სავსებისა მისსა ქრისტეს. აქ საუბარია ქრისტეს სისრულეზე. ამ შემთხვევაში ჰასაკში არ იგულისხმება ის 33 წელი თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ იქვეა განმარტებული სავსებისა მის ქრისტესი. ანუ აქ იგულისხმება იმ ადამიანური ბუნების სისავსე, სიდიადე, განწმენდილობა და განღმრთობა სრული, რომელიც მოხდა იესო ქრისტეს ადამიანურ ბუნებაში. ანუ სრულყოფილი მამაკაცი, ანუ სრულყოფილი ადამიანი იმ საზომის და სისავსის, რომელიც არის, როგორიც არის იესო ქრისტე. ანუ ძე ღმერთის ადამიანური ბუნება იგულისხმება. აი, სადამდე უნდა მივიწილოთ. პავლე მოციქული გვეუბნება, აი აქამდე უნდა მივიდეთ, მაგრამ ჯერ უნდა დავინახოთ, უნდა ვიცნოთ და მერე მისკენ ვისწრაფოთ. ამ შემთხვევაში და მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ მე როგორც მღვდელი ჩემ მღვდლობას, ეპისკოპოსი ეპისკოპოსობას, დიაკონი დიაკონობას, სტიხაროსანი სტიხაროსნობას, ყველა ჩამოგთვლით არ დაგტოვებთ მგალობელი მგალობლობას, მედავითე მედავითნეობას და თითოეული მრევლის წევრობას. და თითოეული ჩვენთაგანი თავისი შესაბამისი მოცემული ნიჭების შესაბამისად ცხოვრებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ ჩვენთვის საზომი არის სრულყოფილო ადამიანური სრულყოფილება, რომელსაც ჩვენ ხედავთ იესო ქრისტეში.
აი ეს არის ჩვენი ცხოვრების საზრისი და მიზანი, როგორც თავიდან დავიწყეთ და ამ ყველაფრის გარეშე და ამ ყველაფრის გააზრების გარეშე უბრალოდ ყველაფერი უაზრობაა და მივხვდებით ერთხელაც იქნება თუ ესე ვიცხოვრებთ რომ ის რაც ჩვენ თითქოს გვაქვს და მოგწონს ჩვენი სიბრძნე, ჩვენი სიმართლე, ჩვენი ცხოვრება, სიცოცხლე, ამ სოფლიური ცხოვრება ყველაფრით ოჯახის წევრებით, მეუღლე, შვილები, მშობლები, მეგობრები, წარმატებები, წარუმატებლობები, სამშობლო სიყვარულიც კი ყველაფერი ამ სოფლიური ქრისტეს გარეშე არაფერია. და რატომ? იმიტომ რომ ქრისტე არის ღმერთი. შენი შვილი ქრისტეს გარეშე, შენი სიყვარული შვილისადმი არაფერია ქრისტეს გარეშე, იმიტომ რომ შენ შვილს პაწაწინა გული რო უცემს, ქრისტედან უცემს. შენი სიყვარული მეგობრისადმი, მეუღლისადმი, მშობლებისადმი არაფერია ქრისტეს გარეშე. იმიტომ რომ ისინი რო ცოცხლები არიან და სიყვარული შეუძლიათ, მხოლოდ ქრისტესგან არის ეს. და სამშობლო სიყვარულიც არაფერია, იმიტომ რომ მხოლოდ იმიტომ არსებობს სამშობლო შენთვის თუ ესეთი ამაღლებული გზნობები გაქვს, თუმცა დღეს ჩვენი სამწუხარო რეალობა ისეთი რომ მრავალი დაცლილია ამ ამაღლებული გზნობისაგან, მაგრამ ვისაც თითქოს და აქვს ეს გზნობა, მანაც იცოდეს რომ არაფერია ქრისტეს გარეშე, იმიტომ რომ ქრისტემ მოგცა ეს სამშობლოც და ბოლოს შენი საკუთარი თავით არაფერია ქრისტეს გარეშე, იმიტომ რომ ქრისტემ როგორც ღმერთმა მოგცა შენ საკუთარი თავი. ადამიანი რომელიც ამას მიხვდება, მერე მისთვის ცხოვრება ძალიან იოლია. იმიტომ რომ აი ამ ამასოფლიურ ქაოსში ვართ რა, მერე უცებ ყველაფერი დაიწმინდება და ყველაფერი მიზანსწრაფული, მიზანმიმართული გახდება და დავინახავ სინათლეს ამ ბნელი გვირაბის ბოლოში, რომელიც ცოცხალია, რომელიც მომიწოდებს, რომელიც სიყვარულით აღმავსებს და მთელი ეს გზა, სანამ მე უნდა ვიდოდე ამ გვირაბში, ეს გზაც იქნება სინათლით გაჯერებული ჩემთვის და არა მომავალი მხოლოდ, არამედ უკვე ამჟამინდელი ბედნიერების და იმ ღმერთთან ურთიერთობის წინა გემოს ხილვის განცდით გაჯერებული ცხოვრება მექნება. აი ეს არის ქრისტიანობა და მე ვფიქრობ, ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ასე ვიცხოვროთ და ამგვარად და ღმერთი შეგვეწიოს ამ ჩვენი ცხოვრების თავარ საქმეში. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.